მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია ჰიპ-ჰოპ არტისტი კაზი ჯაზი, როგორ ახარ? კარგად, მადლობთ. აი ფრაზით დავიწყოთ, თუ ეთანხმები ზაპას. კი, ეთანხმები. უნდა გავაფართოვოთ კი და გავხსნათ ქონება, რომ მეტი ინფორმაცია ჩავიდეს შიგნით მგონია. რატო არ ხსნით? ბევრი არ ხსნის. რავი, უბრალოდ არ გვინდა რომ გავხსნათ და რაღაც სირთულეები ვნახოთ მე. მარტო სირთულეები. სხვა ვაკისრებთ მე მგონი ფიქრს და ისე რა ხსნის ქონებას, აი შენ რას ურჩევდი, ვინც არ ხსნის, აი როგორ გახსნა? მედიტაცია. რას გულისხმობ? აი ბევრ ამას აცნობიერება არის ყველაფრის. რა ფერხებს ქონების გახსნას? ქონების რაღაც ნაჭუჭში ჩაკეტვა, ალბათ რაღაც სოციუმში ჩაკეტვა, ვიღაცებზე ფიქრი ალბათ, რომ ის რა სიტყვის? აი ეგ. ხო. და რაღაც ამ ტენდენციაზე აყოლა, რომ რაღაც აი ეს ვიცი უკვე მე. და всё. იქეთ არ ვიხავ, აღიარების პრობლემა გვაქვს მგონი. არ ვაღიარებთ, რომ რაღაცა არ ვიცით და თუ არ ვაღიარეთ ეს ვერასდროს ვისწავლით მგონი. კაზი ჯაზი რატო დაირქვი? ჯაზი მიყვარს? კაზი ჯაზი, არა, ჯაზი არ მიყვარს. არა, კი მიყვარს, მაგრამ როცა დავირქვი, მაშინ არ უსმენდი ჯაზს. უბრალოდ გაერითმა კაზი და ჯაზი ერთად. ისე რა ქვია, რა გვარი? გიორგი იოსელიანი. როდის დაიწყე ჰიპ-ჰოპის, როგორ უნდა თქვა, სიმღერა თუ გარეპვა თუ მედიტატივის კითხვა? ხო, როდის დაიწყე? რატო დაიწყე? რატო გაგიჩნდა ეგ სურვილი? ალბათ რაღაც ისეთ სოციუმში დავიბადე, ჯერ რაღაციდან უნდა გამოსულიყავი, რომ სადმე მე გეპოვა რა შენი რაღაც და რაც აი მე სადაც გავიზარდე, რაღაც ქურდული მენტალიტეტი იყო ძალიან გამყარებული. სად გაიზარდე? მე რაღაც წყალტუბოში, ახლაც იქ ცხოვრობ. რაღაც თავიდანვე ვერ ვიპოვე თავი იქ და რაღაც გავირიყე და აი მარტოობაში მე დავიწყე რაღაც სიახლის ძიება და ჰიპ-ჰოპი ერთ-ერთი იყო ყველაზე მეტად რამაც ჩამithრია ალბათ. ამ ქურდულ სამყაროს ვერ გაუგე ვერაფერი, ანუ აი არა, ძალიან ის არის რაღაც არ ვიცი, ვერავეწვი. აი ჰიპ-ჰოპის თავარი მამოძრავებელი რა არის? ანუ ეს სოციალური თემა, უფრო სოციალურიც კი. ძალიან ბევრ ამას მოიცავს ჰიპ-ჰოპი აი. როგორც მუსიკა, როგორც აი სოციალური თემები. ყველაფერს მოიცავს. აი ქართული ჰიპ-ჰოპი თუ შეიცვალა აი ბოლო ამდენი 20 წლის განმავლობაში. მიმახსოვს რომ აი ადრე სამშობლოზე მღეროდნენ ჰიპ-ჰოპს და კი, აი ეგ შეიცვალა. ანუ ადრე უბრალოდ ინფორმაცია არ იყო და ხალხი ჯერდებოდა იმას, რასაც აწვდიდნენ, არ იცოდნენ, ხალხმა არ იცოდა რა იყო ჰიპ-ჰოპი. მუსიკაც არ იცოდა რაღაც და ვიღაცები გამოდიოდნენ და მღეროდნენ და ხალხსაც უსწორდებოდა რა. მე შემოვიდა ინტერნეტი რაღაც ინფორმაცია და თურმე რა ყოფილა გაიგეს და მე უკვე რთული აღმოჩნდა რაღაც. ქართველი არტისტებიდან ვინ მოგწონს? ჯერონიმო, თერიკა, DJ გროტესკი. აი ზოგადად არტისტებიდან ვინ მოგწონს? მარტო ჰიპ-ჰოპზე არ ვამბობ. ზოგადად არტისტებიდან. აი ჰიპ-ჰოპსაც მოიცავს ის ყველაზე მეტად რა ერიკა ბადუ მომწონს. ბერას ჰიპ-ჰოპი თუ მოგწონს? ბერას ჰიპ-ჰოპი. ბერას ჰიპ-ჰოპი არც არის ეგ რაღაც ანუ ჰიპ-ჰოპი მე მგონი უფრო იყო 90-იანებში, როცა რეპერები სულ მარიაჟი იყო ჰიპ-ჰოპ, სულ ბლატაობა იყო, ოღონდ მაშინ ბლატაობდნენ უფრო ცნობიერებით, ინტელექტით და დღეს უფრო მატერიალურ რაღაცამდე დავიდა ეს რა, ვისაც უფრო მეტი მანქანა ყავს, ვისაც უფრო მაგარი ნაშა ყავს, ის არის მაგარი ჰიპ-ჰოპერი. აი თუმცა მაგასაც უსმენდი, მაგ სტილსაც უსმენდი რამოდენიმე პერიოდი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ისე იმას უნდა დავუბრუნებოდი რა. აი რაც კი მოგისმენია ჰიპ-ჰოპი, შენთვის ყველაზე მაღლა ვინ დგას? ჰიპ-ჰოპ არტისტებიდან, ხო. Cool Keith-ი. აი რაღაც სხვანაირ მიდგომა აქვს ტექსტებთან. ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული flow აქვს და განსაკუთრებული ბიტები, მაგრამ ამ ყველაფერს ისე ახდენს ამ ყველაფრის შერწყმას, რომ რავი, თან
თვით თავის ისტორიებს არ გიყვება, გთავაზობს რაღაც სიტყვებს და იმაზე შენაგებ უკვე ისტორიას და მაგით ძალიან საინტერესო არის, კაი, კულქის ხელს מחატია და ჟექტი. და შენთვის ტექსტი უფრო მნიშვნელოვანია თუ მუსიკა? ორივე მნიშვნელოვანია. აი, არ არის განსხვავება, რომ ცოტა უფრო ეს. არა, ტექსტი და მუსიკა ორივე მნიშვნელოვანია და თავარია მაგათი შერწყმა ერთმანეთთან. შენ თვითონ წერ ტექსტსაც და მუსიკას, რა? აი, რომელ მუსიკოსმა იქონია შენზე ყველაზე დიდი გავლენა? აი, რომ მიხვდი, რომ შეგწვალა. ეს იყო რაღაც 15-16 წლის ასაკში, მანამდე რაღაც ძალიან სისულელეებს უსმენდი. KRS-1-ი, აი, ერთგვარი ხიდი არის ჩვეულებრივად, ტიპი გეუბნება რა არის ნამდვილი და რა არის ყალბი. ანუ KRS-1-ს თუ მოусმენ და თუ გაიგებს სწორად რასაც ამბობს და რომც არ გაიგო ტექსტი, თავის მოძრაობებით, flow-ით, მუსიკით, ყველაფრით ანუ გეუბნება, აი ეს არის ნამდვილი, ის დანარჩენი ყალბი. KRS-1-ი იყო ალბათ რაღაც დიდი ტრამპლინი არის, სადაც გადავხდი და ჩავეშვი. ეს ვისთან ერთად იმღერებდი, აი ვისთან ერთად სიმღერაზე ოცნებობდა, რომელ ქალაქში? არ ვიცი, ოცნებობ თქო რა გითხრა, მისწორდება თერიკასთან ერთად რო გამოვდივარ ჯერონიმოსთან და რავი უცხოურ არტისტების გვერდით ვერ ვხედავ რაღაც ჩემ თავს მე რაღაც ქართულად. აი არა ჰიპ-ჰოპერთან ერთად ვისთან იმღერებდი? არა ჰიპ-ჰოპერთან ერთად? აი ორი სტილი რო გააერთიანო, აი ვის მოიწევდი და ვისთან ერთად იმღერებდი? მე კარგ ბიტმეიკერს ალბათ. Nines Wonders. ბატონო. ფილმების ყურება გიყვარს ალბათ, ხო? რომელი ფილმი გიყვარს ყველაზე ძალიან? თუ გაქვს ეგეთი. კი, მაქვს. აღონ სულ იცვლება ეგ. ახლა ჯიმ ჯარმუში მომწონს ძალიან და Ghost Dog-ი კიდე ყავა და სიგარეტი. ნახე ახალი ჯარმუშის ფილმი. ახალი არ მინახავს, აი და ყავის დალევას დავანებე თავი რაც იმ ფილმს უყურე მის მერე. სიგარეტს? სიგარეტს. მაგრამ გაჩნდა ეგ მარცვალი რომ დავანებო სიგარეტს თავი. წიგნი რომელი გიყვარს? წიგნებთან რაღაც ბავშვობიდან რაღაც არ მიყვარდა კითხვა, ან შეიძლება ვერ ვგებულობდი რაღაც და ამ ბოლო დროს დავიწყე წიგნს. იცი არ მქონია ეს ადგილი რომ ჩავანაცვლო. არც მქონია ეს რომ წიგნი წავიკითხო და არ მიყვარდა ანუ რაღაც. ამ ბოლო დროს მივხვდი რომ საჭიროა წიგნების კითხვა და დავიწყე და უფრო კარგადაც ვგებულობ ხოლმე. ადრე ალბათ ეგ იყო, შეიძლება ჟანრი არ მქონდა ნანახი. პოეზია გიყვარს? პოეზია უფრო ჰიპ-ჰოპშია. ისე არ ვიცი, ლექსებს რო ყვებიან, მაგას ვერ ვამუღამებ. აი არ გიცდია რომელიმე ლექსის გადატანა ჰიპ-ჰოპში, თქვა გალაქტიონის. ეგეთ ექსპერიმენტებს თუ აკეთებ? კი, შოთა რუსთაველის ვეფხის ტყავსანი მაქვს განარები. ოღონდ ჩემი იდეა არ იყო და მე არც არასდროს მომივიდოდა ალბათ ეგეთი იდეა. არ მიცდია არა. მე საკლუბო მუსიკა და საკლუბო ცხოვრება არის ძალიან ბუმია თბილისში, ხო? რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს? თან ეს ქალაქია, სადაც დრაგებზე იჭერენ კიდე. ანუ ეს პრობლემა დგას. მე მგონია რომ მანდ უფრო მეტი თავისუფლება არის ვიდრე ქუჩებში და ვიდრე რაღაც უნივერსიტეტებში და სკოლებში და ხალხი მონატრებულია თავისუფლებას და მანდ მიდიან რომ ბოლომდე თავისუფლები იყვნენ ალბათ. ანუ არა მუსიკა მთავარი, არამედ ის მუსიკა მთავარია, რა თქმა უნდა, მუსიკა ხო თავისუფლებაა. იბადანა. შენ რომელი დრაგი გიყვარს და თუ გეხმარება რომ რაღაცა შექმნა? კი, მარიხუანა. ბატონო. მუსიკა სხვანაირი არის და ვაფშე ტექსტებსაც სულ სხვანაირად. ბატონო. ნარკოპოლიტიკა როგორი უნდა იყოს შენი აზრით საქართველოში? ჰუმანური. ანუ არ უნდა იჭერდნენ არავის? ანუ ლეგალური უნდა იყოს მარიხუანა. აი დღევანდელი ნარკოპოლიტიკა ვაფშე ყველანაირ ლოგიკას და ჰუმანურობას და ვაფშე ყველაფერს მოწყვეტილი არის, თქვენ ჩვეულებრივად სახელმწიფოს ხელში უჭირავს იარაღი და გვიმიზნებს და გვაიძულებს რაღაცეები გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ. რატო არ აგდებს ამ იარაღს?
ისევ მე მგონი ხალხის ანუ ხალხსაც ისეთი მოსაზრება აქვს, ანუ როგორ აგიხსნა რა. ხალხს არ უნდა მე მგონი რომ გაიგოს რომ მარიხუანა რაღაც არ არის ისეთი ნარკოტიკი ან ნებისმიერი ნარკოტიკი. თითქოს ყველა ამბობს რომ რაღაც ხო არ უნდა იყოს ეგრე, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება აქციებზე არავინ არ მოდის. თავში ხას არავინ არის. ხა ყველას თავის პრობლემა აქვს და სხვაზე არავინ არ ფიქრობს კონი. ახლა ვიღაც თუ არ ეწევა მარიხუანას ის არც გამოვა და არც იტყვის რა და ეგ არის რა. მე იმას სხვა პრობლემა აქვს. მე იმაზე ესენი არ მიდიან და ეგ არის რა. და ეს რატო გვაქვს რომ აი თქვათ მე არ ვეწევი და არც მაინტერესებს ვინც ეწევა თქვათ მე რაღაცას არ ვაკეთებ არ მაინტერესებს არავის არ აინტერესებს სხვა ანუ ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გვაქვს რომ ჩვენ ერთნი ვართ და იმას პრობლემა აქვს და ვიფიქროთ იმის პრობლემა რამ გამოიწვია ეს საბჭოთა კავშირმა არ ვიცი არ ვიცი საბჭოთა კავშირმა თუ გამოიწვია აი რომელ პოლიტიკოსს ნახავ? სხვა რაღაცეებში ვართ ალბათ გადართული უფრო. ერთმანეთზე რაღაც დაჯიბრებაში და ტაციაობაში უფრო და მაგისთვის აღარ გვჭება ალბათ მაგის აფიქრებად და რომ კი ბატონო. აი რომელ პოლიტიკოსს ნახავდი რომელი დრაგის ქვეშ? არც ერთი პოლიტიკოსს ნახავ და არც ერთი დრაგის ქვეშ. კარგი. თბილისი რისი ქალაქია შენთვის? ჩემთვის თბილისში მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც ძალიან მიყვარს. პლუს პერსპექტივის ქალაქია მშობლიურ ქალაქთან შედარებით, იმიტომ რომ იქეთ საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. აქეთ რო ჩამოვდივარ, სულ რაღაც ივენთები, მიკროფონი, სცენა და რაღაც კომფორტულად ვცნობ თავს რა. საინტერესო ქალაქია, როგორ ფიქრობ შენ? აი თქვა უცხოს. კი, მე ძალიან მიყვარს თბილისი, ძალიან. ხო არა, ბევრი ამბობს რომ არტისტისთვის თბილისი იდეალური, ანუ ამდენი რაღაც ხდება და იდეალური გარემოა, ეთანხმები მაგას. კი, ხდება რაღაცები. აი იმის და მიუხედავად რომ პატარა ქალაქია, მაინც ხალხს რაღაც უყვარს მუსიკა და უყვარს და წყალტუბოში რა ხდება? რა მეხდება საერთოდ? ვინმე აქცევს ყურადღებას? წყალტუბოში რა, ნაძვებია. მეტი არაფერი. მეტი რა უნდა მოხდეს. სიმშვიდეა, მაგრამ ამ სიმშვიდესაც რაღაც დეპრესია ახლავს. იმის გამო რომ არაფერი არ ხდება. აი ამდენი გაბრაზებული ხალხი რატოა გარშემო? გაბრაზებული ხალხი. არ ვიცი, აი უბრალოდ ყველა რაღაც აი ეგ არის რა, ძალიან ხედავ და ვაკვირდები რომ ყველას რაღაც ერთმანეთს ეჯიბრება და ყველა რაღაც იბოღმება მე, ყველას დიდი წარმოდგენა აქვს რაღაც თავის უმრავლესობას, აი თავისუფლება არ ესმით ალბათ რა არის. აი ის რომ შენ არსებობ მარტო და შენ აკეთო შენი საქმე, აი ეგ არ ესმით. ანუ სხვას უნდათ რომ დაუმტკიცონ რაღაცა და არა ის რომ თვითონ დატკბენ თავისი. კი ბატონო. ცხოვრებით. მე მგონი ეგ არის რა. ეს საქართველოს სექს სიმბოლო ვინ არის? სექს სიმბოლო საქართველოს. არ ვიცი. რაღაც სექსუალურობას ფიზიკური მონაცემები კი კაი აქვს საქართველოს. ანუ სექს სიმბოლო როგორც ცნობადი სახე არ ვიცი, მაგრამ ბევრი სექსუალური გოგო ვიცი ის. და აი ფიზიკურ მონაცემებზეა უფრო გადართული და უფრო ანუ შიგნიდან სექსუალურობას არავინ არ აკვირდება მგონი. სექსი რაღაც ხო ცხოველური ინსტინქტია და ხალი უნდა სექსუალურ ენერგიას უნდა გამოყოფდეს, რაც უფრო მეც ფიქრობს სექსზე და რაც უფრო მეტი აქვს სექსისკენ მიდრეკილება, მით უფრო გამოყოფს ამ და საქართველოს ქართულ სექს სიმბოლოებში რაღაც უფრო ის ამკაულებისკენ და სიმდიდრისკენ მისწრაფებას უფრო ხედავ. აი რას ვერ ვაკეთებთ ჩვენ ქართველები, რომ ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, ჯერ კარგზე ნუვიოცნებთ, ნორმალურში. ცოტანი ვართ, ბევრი მიწა გვაქვს, კარგი, სხვა, მაინც ცხოვრობთ ცუდად. რას ვერ ვაკეთებთ სწორად? რას არ ვაკეთებთ ალბათ? არ ვფიქრობთ ალბათ, აი რა დაუფირო შეხედო ჩვენს თუ გინდ პოლიტიკურად, თუ გინდ ცხოვრებისეულად, აი ყველა პოლიტიკოსებს ერთი შეხედვით ეტყობა, როგორი ყალბები არიან ისინი და როგორ ურცხვად
ტყუებიან რაღაც და ჩვენც გვინდა მგონი რომ მოტყუებულები ვიყოთ და მაგითო ხდება ეგ. მაგითო ვატყუებენ, ხო? ხო, მე მგონი რა. ხო და ხალხმა შეიძლება რამე გააკეთოს სამისთვის, რომ ესე აღარ იყოს. ანუ პოლიტიკოსებს უნდა უყუროთ სულ? ხო. ხალხმაც უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, აი ყველამ თავისი სამყარო უნდა ნახოს რა და მაგ სამყაროში იგრძნოს თავი იდეალურად ალბათ და თუ ამას სახელმწიფოებრივი რაღაცეები ხელს უშლის და არ აძლევს იმის უფლებას რომ რაღაც ვერ არის კომფორტულად ადამიანი ხო მაგ შემთხვევაში მე უფრო სახელმწიფოში ვხედავ პრობლემას და მე საზოგადოებიდან მოდის ეგ სახელმწიფოებრივი პრობლემა მგონი და რაღაც მაინც ვაფანატებთ ვიღაც და ვაღმერთებთ ვიღაც პოლიტიკოსებს რაღაც თითქოს აი ჩემს წრეში ხო ძალიან რაღაც ყველა აზროვნებს რაღაც, მაგრამ გავალ თუ არა ქუჩაში ეგრევე უმრავლესობა რაღაც უფრო სხვაგან არის, აი ჯერათ მართლა მგონი მათი რა, არ ვიცი. შენ არ ჯერა? არა, არ ჯერა, მე მარტო ჩემი თავის ჯერა. მე ყველაზე მურტალი სადღიგრძელო რა მოგისმენია. ყველაზე მურტალი. აი სიტუაციას გააჩნია ალბათ. აი კაცები რო არიან რაღაც მანდილოსნის ადღეგრძელოს რო ამბობენ და სინამდვილეში ეგზე ადგომით ხო აი ეგ სადღეგრძელოში რო გამოიხატება რომ აი მანდილოსნები და თქვენ ხართ და თქვენ ასე და ისე და რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა რაღაცა რო ხდება ეგ ძალიან ცუდი შესახედი არის საერთოდ ეგეთი რაღაც აი ქართლის მამა ვინ არის შენი აზრით? ქართლის მამა? აი ქართლის დედი? აი მოკეიფე კაცი ალბათ. პურის ჭამელი. ქართლის დედას რა ქვია შენი აზრით? რას დაარქმევდი? ქართლის დედას რას დაარქმევდი? ნანას. ნანას? და ხელში რას დააჭერინებ? ხელში რას დავაჭერინებ? ხელში დაჭერინებისკენ, ხელში დაჭერინებისკენ მივდივარ. ხო, რატომაც არა. დილდოს დავაჭერინებდი, ალბათ უფრო მეტი სიამოვნება რო შევიტანო ის ცხოვრებაში. ძალიან სევდიანი მეჩვენება ის ამ ქართლის მამის გამო მგონი. თვითონ რაღაც ყველაფერი კომფორტი აქვს და ხარი რაღაც გამოკეტილი სახლში. ტელევიზორთან და ძალიან რაღაც მარტოსულად მეჩვენება რა. ცოტას მე სიხარულს და ბედნიერებას შევიტანდი მის ცხოვრებაში. ქართლის დედას ახ ქანდაკებაზე არ გულისხმობ. ქანდაკებას არ ვიცი. ეკავს რაც ვკავი. აი ქართული სული რა არის? რას გავს ქართული სული? ქართული სული? მე ხო გაგიგია ხშირად. ღვინო, ოღონდ რაღაცა ისა. აორთქლებული ღვინო. ქართული მენტალიტეტი? რას გავს? რა არის საერთოდ აი ქართული მენტალიტეტი? რა შედის შენაერთად? სართულად არის საქმე რა. ესეც სადღეგრძელო. ალბათ აი წარსულში და რაღაც აი სიამაყე ალბათ, სიამაყის გრძნობა, რაც ძალიან ცუდია, საამაყო რო არაფერი არა გაქვს რავი და აი წარსულით ვამაყობთ, დღეს ხო არაფერი არა გვაქვს საამაყო, არაფერი არ ხდება და წარსულით სიამაყე არის მგონი ეს ქართული მენტალიტეტი რომ ჩვენ ქართველები ვართ და ყველაფერი ანუ ჩვენ უკვე მივაღწიეთ რაღაცას და აღარ გვჭირდება განვითარება რაღაც ეგ თუ არ ვაღიარეთ რომ არ გვჭირდება განვითარება როგორ განვითარდებით ხო აი ტრადიციები რომელი მოგწონს ქართული ტრადიციები რომელი არ მოგწონს არა ტრადიციული ტრადიციების რო უკვირდები მგონია რომ რაღაც დასაწყისში რაღაც კარგი იყო და მართლაც ერთმანეთს პატივს. აი დღეს უფრო იმის გამო ხდება რომ რაღაც ინერციით მივდივართ და სწორი მიმართულებით მივდივართ. აი ეგ საკითხავია. კარგი. აი შენი მორალისთვის რა არის ყველაზე ისეთი ბოზური საქციელი? ბოზური საქციელი
აი ზიზღი ალბათ და ამ ზიზღის გამოხატვა როცა არაფერი აი ოდესაც მართლა არაფერია პირიქით ადამიანთან კარგად იყავი და აი ეს ზიზღი არ უნდა გაჩნდეს რა. იბატონო. იგივე კითხვებს გისვამ რა ზაზანოზაძეს და ინტერესებს უბრალოდ. აი ქართველებიდან რომელი ქართველით ამაყობ? რომელი ქართველით ვამაყობ? და ჩემი თვამაყო. და ვისი ქართველი არ ვიცნობ ისე ახლოს ვინმეს რო ვიამაყო. და ვისი ქართველობის მწვენეა? ვისი ქართველობის მწვენეა? აი პოლიციელების ალბათ. მოძალადე პოლიციელების. შარდის იმეთი რო დადიან ხო. იბატონო. ღმერთი თუ გწამს? ღმერთი არ მწამს. ათეისტი ხარ? არა, ღმერთი არ ვარ ჩამოყალიბებული ჯერ მაგ თემაში. ისე ეძებ გინდა რომ გწამდეს? და წმენა ძალიან მაგარი რამეა და ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეუძლია ადამიანს წმენის დახმარებით ჩემი აზრით. ხო რა, რატომაც არა. და ეს ღარიბ ქვეყანაში რატოა ესეთი მდიდარი ეკლესია? მანდაც საზოგადოება არის ალბათ. აი როგორ აფასებ დღეს აღმერთებული ყავს ვიღაცები ალბათ. თუნდაც მხდელი. აი ეგარი რა ადამიანს რო აღმერთებთ რაღაც იმასაც ექნება მე რაღაც დიდი წარმოდგენა თავის თავზე. იცი დღეს რაც ხდება, ეგ ინფორმაცია გააქვს საპატრიარქოში. ანუ იმას ხედავ რომ რაღაც ძალიან ჯიპებით და ოქროებით და მთელი ამბები. და უნდა უხადოთ კიდე 25 მილიონს უხდით წელიწადში. როგორ ფიქრობ? ჩვენ გადასახადებს. არა მგონია. ანუ სახელმწიფო უხდის საპატრიარქოს ფულს იმის გამო რომ ხალხი სულიერად განავითაროს, ხო? არა. მე მგონი ღმერთი უფრო ჩვენ თავებში უნდა ვეძიოთ და ჩვენ შეგვიძლია ყველას რომ გავხდეთ ღმერთები. ჩვენ რო შევქმნით რაღაც ჩვენ სამყაროს მე იქ შეგვიძლია ღმერთი ვიყოთ და რაც მოგვინდება. გარეთ არ უნდა ვეძიოთ ღმერთი და ვიღაცებს. კი ბატონო. აი ადამიანმა რა გამოიგონა ისეთი რამაც განავითარა კაცობრიობა მაგრად. პირველი აგახსენდება. პირველი მახსენდება განაგონი მაქვს ხოლმე მაგ კითხვაზე რომ პასუხსემენ ბორბალი, მაგრამ სიმართლე გითხრა მე არ მიფიქრია მაგ კითხვაზე და არ ვიცი ვერ გეტყვი. ადამიანი ვინ შექმნა, ვინ გამოიგონა? ადამიანმა თავისი თავი შექმნა თვითონ. იბატონო. აი ბოლო კითხვას დაგისვამ, აი მანქანით რო გავუარო გოგოს, ზაზასაც ვკითხე ეს. პირველად. ხო. ეს ჩამოდის და რა მუსიკას დაახვედრებ? რა მუსიკას დაახვედრებ? რამე ამ დიანჯელოს ალბათ. გაჩნია როგორი ის არა. გოგო? ხო, გოგოსაც გაჩნია. იბატონო. აი ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და მადლობა ისურვებ წარმატებებს.